სახლის ისტორია იწყება მაშინ, როდესაც ამიერკავკასიაში ჩნდება მთავარმართებლის თანამდებობა. მთავარმართებელი ეს იყო 1801 წლიდან ჩნდება ეს თანამდებობა. ეხლა 1801 წელს ჩვენ ძალიან ხშირად ვახსენებთ. ამ წელს ალექსანდრე პირველის მანიფესტით გაუქმდა ქართლ-კახეთის სამეფო, ჩვენ ეტაპობრივად გავხდით რუსეთის გუბერნია და საქართველოს კავკასიაში უკვე ინიშნება მთავარმართებელი, ეს იყო ადმინისტრაციული და სამხედრო მოხელე, რომელიც ასევე იყო კავკასიაში მდგარი რუსეთის ჯარის მთავარსარდალი. მთავარმართებელს ემორჩილებოდა როგორც სამხრეთი კავკასია, ესე იგი საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი, ასევე ჩრდილოეთ კავკასიის მმართველები. საკმაოდ მაღალი თანამდებობა იყო, რომელიც შემდეგ ჩაანაცვლა მეფისნაცვლის თანამდებობამ. ესე იგი 1802 წლიდან 1854 წლამდე იყო მთავარმართებლის თანამდებობა, 1854 წლიდან 1882 წლამდე იყო მეფისნაცვალი, შემდეგ ისევ აბრუნებენ ამ მთავარმართებლის თანამდებობას 1904 წლამდე და 1904 წლიდან 1917 წლამდე ყავს ისევ მეფისნაცვალი. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში მთელი ეს ცვლილება მიმდინარეობდა ამ სასახლეში. ანუ ამ სასახლეს უკავშირდება ეს ამბავი. პირველად, პირველი საწყისი შენობა დღევანდელი რუსთაველის გამზირზე უკვე შენდება 1802 წელს. ეს არის მთავარმართებლისთვის აშენებული სახლი და პირველი მთავარმართებელი ეს იყო კარლ კნორინგი 1802 წელს. ანუ ერთ წელიწადშივე მაშინათვე, მაგრამ ალბათ საერთო დღევანდელი იერსახესთან არაფერი არ არის. ეს იყო სახელდახელოდ აშენებული ფიცრული შენობა. ეს კაცი კნორინგი ძალიან საძულველი ადამიანი იყო, ხა არავის არ უყვარდა ეს კაცი, იმიტომ რომ სუმცირე მისი ბრძანებით, წაიკითხეს ეს მანიფესტი სიონის საკათედრო ტაძარში, მან დაადებინა ფიცი ქართველ თავადაზნაურებს, რომ ისინი იქნებოდნენ მეფის რუსეთის ერთგულები და ძალიან ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ მას ჰქონდა ბრძანება იმისათვის, რომ ეს მანიფესტი შედარებით მარტივად მიღებულიყო, თავადაზნაურობა უნდა დაესაჩუქრებინა, დაეწინაურებინა და საბოლოო ჯამში ამ იდეამ ჩვენ ვიცით, რომ იმუშავა, იმიტომ რომ იმპერიის მთავარ დასაყრდენს წარმოადგენდა. სამწუხაროდ დღესაც მუშაობს ხოლმე მსგავსი. მთელი ეს პერიოდი მუშაობს ძალიან ეფექტიანად სამწუხაროდ. და პირველი შენობა იყო აშენებული კნორინგისთვის, თუმცა კნორინგი ერთი წელი იყო სულ, იმიტომ რომ მიუხედავად ესეთი შეთავაზებისა, მაინც იყო ეს წინააღმდეგობა ქართველი თავადაზნაურობის მხრიდან და მერე მოდის ეს ცნობილი ციციანოვი, პავლე ციციანოვი, რომელმაც სრულად გადაასახლა მთელი ეს ბაგრატიონები უკვე პეტერბურგში, საერთოდ დაუსვა წერტილი ამ დინასტიის აღდგენას და საბოლოო ჯამში ციციანოვიც იმ შენობაში იყო 1806 წელს ის მოკლეს ბაქოში და ძალიან ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ 1811 წელს ჩამოასვენეს თბილისში და დაასაფლავეს სიონის ტაძარში ყავს დასაფლავებული ეს პავლე ციციანოვი. 1807 წელს უკვე, როდესაც ხდება ახალი მთავარმართებელი ყავს, ეს არის ივან გუდოვიჩი, აი ამ დროს შენდება ახალი ნაგებობა. ესე იგი 1802 წლის ესეთი სახელდახელო ნაგებობა ჩაანაცვლა 1807 წელს კიდევ ახალმა ნაგებობამ, ეს იყო შედარებით ქვის შენობა, მაგრამ იმ ტერიტორიის შესაფერისი, თანამდებობის შესაფერისი მაინც არ იყო. იმიტომ რომ ჩვენ რო რუკას დავხედოთ, აი კავკასიის რუკას, თბილისი არის ნამდვილად ცენტრი ამ კავკასიის, რაღაც განსაკუთრებული სტატუსი ჰქონდა და საჭირო იყო რაღაცა უფრო ფეშენებელური შენობების აშენება. ამიტომ პირველი აი მთავარმართებლის რეზიდენცია შენდება 1818 წელს. ეს იყო არქიტექტორი ბრაუნ მილერი, რომელმაც ააშენა, არ შემოგჩა იმ შენობის რამე ჩანახატი, აი 1818 წელს აშენებული შენობის ჩანახატი, ნამდვილად არ არის შემორჩენილი და შემდეგ უკვე როდესაც მთავარმართებლის თანამდებობას უკვე ცვლის მეფისნაცვლის თანამდებობა, პირველი მეფისნაცვალი ჩვენ ვიცით, რომ იყო მიხეილ ვორონცოვი, აი ამ შემთხვევაში უკვე შენდება პირველი, ასე ვთქვათ, ფეშენებელური სასახლე, შეგვიძლია ხა ჩვენ თავისი კოლონებით. ანუ ვორონცოვის საშენდა ფაქტობრივად ეგრე გამოდის? კი ბატონო, 1854 წელს უკვე დაიწყო ამის ის რა ქვია მეფისნაცვლის თანამდებობა და 1845 წლიდან უკვე 1857 წლისთვის მოწვეულმა
არქიტექტორმა, ეს იყო ნიკოლოზ სემიონოვი, ააშენა ესეთი კლასიცისტური სტილის სასახლე, შეგვიძლია ვნახოთ, იმიტომ რომ მთავარმართებლებისგან განსხვავებით მეფისნაცვლის თანამდებობას იკავებდნენ მაღალი რანგის პოლიტიკოსები, სამეფო კარის წარმომადგენლები პრაქტიკულად და სასახლეც უნდა ყოფილიყო მათი რანგის შესაბამისად. ეს არის პირველი სასახლე, ჩვენ ხედავთ ნაძერწობებს, ანუ მარჯვენა და მარცხენა მხარეს, ეს იყო ჰერკულესის და მინერვას გამოსახულებები, ანუ ქანდაკებები, რომელიც სიმბოლურად იყო აი სიბრძნის და ძალის სიმბოლო. ერთ-ერთი იმ პერიოდში იყო ერთ-ერთი საინტერესო ნაგებობა. ანტიკური ქანდაკებებით ხო რაღაცა მაინც სიახლე იქნებოდა დედაქალაქისთვის. აი ამ სასახლემ რამდენად შეცვალა ელზა, თქვათ, დედაქალაქის განვითარება და მისი გეგმა? თავისთავად ცხადია, იმიტომ რომ 1801 წლისთვის საერთოდ ახალი ტიპის წლიდან, როგორც გალავანი მოხსნეს ძველ თბილისს და დაიწყო ახალი ტიპის ქალაქის მშენებლობა, აი პირველი შენობა, როდესაც აშენდა უკვე 1802 წელს, რუსთაველის ქუჩას სახელი არც ერქვა. ეს იყო მაგალითად ვახუშტი ბატონიშვილის ქალაქის გეგმას თუ ჩავხედავთ, დიღმის გზა, ასე არის მოხსენიებული ეს სასახლე და დაიწყო ახალი ტიპის ქალაქის მშენებლობა. გარეუბანი იყო იმ პერიოდში. და როდესაც აი აშენდა მეფისნაცვლის სასახლე, მერე ცოტა მოგვიანებით აშენდა მუხრაბატონების სასახლე, მთელ იმ ქუჩას დაერქვა სასახლის ქუჩა და ძირითადად იყო სამხედრო პირების და მაღალი რანგის, აი წოდების ჩინის ადამიანების საცხოვრებელი. განსხვავებით სოლოლაკისგან, სადაც იყო დასახლებული ბურჟუაზიული ელიტა. ეს იყო აი სხვა ტიპის საცხოვრებელი. მეფისნაცვალს რაც შეეხება ამ პერიოდში, აი მიხეილ ვორონცოვის დროს შენდება ფეშენებელური ბაღიც, რომელიც იყო ცნობილი როგორც სასახლის ბაღი და ამ სასახლის ბაღში აი შესვლის უფლება არ ჰქონდა ყველა ადამიანს. ეს იყო შემოსაზღვრული და აი დღესასწაულებზე მხოლოდ ისეთი მაღალი ფენის წარმომადგენლებს ჰქონდათ შესაძლებლობა ამ ბაღში შესულიყვნენ. ბაღის ტერიტორიაც იყო საკმაოდ დიდი, აი ინგოროყვას ქუჩამდე. უკან იყო ეს ბაღი და აი დღევანდელი სულხან-საბას ქუჩას. პატარა შადრევანის პატარა ქუჩა არის, აი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სტელა რო დგას იქიდან ლეონიძის ქუჩამდე. იმ ქუჩას მაშინ ერქვა ფრეილინას ქუჩა, იმიტომ რომ ეს იყო მეფისნაცვლის სასახლის სეფექალების სასეირნო ადგილი იყო. ამიტომაც 1923 წლამდე იმ ქუჩას ერქვა ფრეილინას ქუჩა, იმ ბაღთან იყო დაკავშირებული. და ეს სასახლე, აი საბოლოო სახე ამ სასახლემ, აი დღეს რასაც ჩვენ ვუყურებთ, მიიღო მოგვიანებით. ეს იყო წლებს გავიხსენებ ზუსტად 1865-1869 წლებში, როდესაც შვედი წარმომავლობის არქიტექტორმა ოტო სიმონსონმა მთლიანად ეს კლასიციზმი შეცვალა რენესანსით. ანუ ამ ადამიანის ჩანაფიქრი იყო, რომ აი თბილისური სასახლე უნდა ყოფილიყო აი ძალიან მაღალი გემოვნების, ოღონდ მას აი პეტერბურგის სასახლეების იმპერიალისტურ სტილთან არ უნდა ქონოდა რაღაცა საერთო. ანუ აბსოლუტურად რენესანსი 1865 წელს დაიწყო, 1879 წელს დამთავრდა. და აი დღევანდელი სასახლე, რა სასახლეც გვაქვს, აი ეს არის ის სასახლე, რაც უკვე გადააკეთა ოტო სიმონსონმა და რა სასახლეც დღეს გვაქვს, აი ძალიან ფეშენებელური ვესტიბიულებით, ეს თაღები ძალიან საინტერესო და შიდა სივრცე თავისი აღმოსავლური ბრწყინვალე დარბაზებით. ანუ იმდროინდელია შიდა სივრცე. იმდროინდელი დარბაზები, ძველი ჭაღები, აჯარი ხელოსნების მიერ არის გაკეთებული და დღეს იმიტომ გვაქვს ეს თემაც, რომ სასახლე არის რესტავრირებული მთელი თავისი ბრწყინვალებით. უბრალოდ ჩვენ შეგვიძლია ვიქონიო წარმოდგენა, აი რა როგორი იყო თბილისში ცხოვრების დონე, მაგალითად, აი მე-19 საუკუნეში ევროპული ტიპის ქალაქი. მთელი თავისი ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია ჩვენ ამაზე. ეხლა შემდეგ როგორ განვითარდა უკვე მოვლენები, ბოლო მეფისნაცვალი იყო ნიკოლოზ რომანოვი, სახელი კი ბატონო ნიკოლოზ რომანოვი, 1917 წელს უკვე სრულდება მეფისნაცვლების საქმიანობა ჩვენს ქალაქში, ქვეყანაში, ზოგადად კავკასიაში და როდესაც დაემხო ცარიზმი, ეს თებერვლის რევოლუციის შემდეგ ამას მოყვა ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალება, საერთოდ არ არსებობდა ცენტრალური ხელისუფლება, რეგიონებზე კონტროლი პრაქტიკულად არ იყო და ამიტომ ყველამ თავის გადასარჩენად პრაქტიკულად ძალიან მალევე შეიქმნა ეს ამიერკავკასიის კომიტეტი, ამიერკავკასიის სეიმად წოდებული,
რომელიც განთავსდა უკვე ამ შენობაში. ეხლა ეს მე რამდენი ის გამოდის მართლობა, ანუ თავარმართებელი მეფისნაცვალი ამერიკაკავკასიის სეიმიც აქ იყო განთავსებული, უბრალოდ მას დიდხანს არ უმუშავია სეიმმა გამოაცხადა თვითლიკვიდაცია 1918 წლის 26 მაისს, იმიტომ რომ ამავე დღეს 26 მაისს საღამოს კვირადღე იყო 15 საათზე და 10 წუთზე, სწორედ აი ამ შენობაში ეროვნულმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი და საქართველოს გამოაცხადა დემოკრატიულ რესპუბლიკად. და სწორედ ამ შენობის თავზე აფრიალდა საქართველოს ნამდვილად ესეა, საოცარი შენობა ამ გაგებითაც და ამ აქტის დადასტურება მოხდა უკვე 1919 წელს 12 მარტს, უკვე დაადასტურა დამფუძნებელმა კრებამ, როგორც არჩეულმა ორგანომ და ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ აი ამ დადასტურების დღე იქნა გადაღებული კინოფილმზე. გადაიღო გერონტი გოგიტიძემ, მე ძალიან ბევრი ვეძებე და ვერ ვნახე სამწუხაროდ, აი ეს არის გადაღებული საარქივო მასალებში მოიპოვება ნამდვილად, უბრალოდ ესე ფილმისაცომი ეს ვთქვათ, ხა ავკრიფოთ YouTube-ზე და ვიპოვოთ, აი ესეთი შესაძლებლობა ნამდვილად არ აქვს. ეს ის გერმანე გოგიტიძეა, რომელმაც გადაიღო პირველი მხატვრული ფილმი, აი სურათიც გვაქვს გერმანე გოგიტიძის თავის მეუღლესთან ერთად, აი როგორ გამოიყურებიან ეს ადამიანები და ამ ადამიანმა გადაიღო პირველი მხატვრული ფილმი ქრისტინე. თუ გახსოვს, აი ამ ადამიანის გადაღებული იყო ეს სცენაც. ეხლა რაც შეეხება გარდა ამისა, გარდა დამოუკიდებლობის აქტისა 1921 წლის 21 თებერვალს ამავე შენობაში იქნა მიღებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია. ხრივად ძალიან საინტერესოა. ძალიან საინტერესოა, რასაკვირველია, პირველი კონსტიტუციაც ამ შენობაში იქნა მიღებული. უბრალოდ სამწუხარო ფაქტია ის, რომ მხოლოდ 3 დღე არსებობდა ეს კონსტიტუცია პრაქტიკულად ის ძალაში არ შესულა. იმიტომ რომ 25 თებერვალს 4 დღე 25 თებერვალს საქართველოში კი არა თბილისში უკვე შემოდის წითელი არმია, ხდება ბოლშევიკური გადატრიალება და ეს კონსტიტუციაც ხდება ისტორიის კუთვნილება. სხვათა შორის ამ კონსტიტუციის აღდგენის მცდელობა იყო ორჯერ. ამ კონსტიტუციას ხო არ უმუშავია პრაქტიკულად. პირველი მცდელობა იყო 1992 წელს სამხედრო საბჭო, აი ჯაბა, კიტოვანი და სიგუარო იყვნენ აი ამ სამხედრო საბჭომ გააძევა ეს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია, გააუქმა კონსტიტუცია, რომელიც მანამდე არსებობდა და მოინდომა გასცა ბრძანება აღდგენა აი ამ კონსტიტუციის. თუმცა მხოლოდ 3 დღის გამოაცხადეს კიდევაც, ანუ კონსტიტუცია აღდგენილად მხოლოდ 3 დღით. შემდეგ იყო 93 წელსაც აღდგენა მცდელობა ამ კონსტიტუციის 1921 წლის, თუმცა რედაქტირება უნდა მომხდარიყო, მაგრამ საბოლოოდ მაინც ჩვენ მივიღეთ ახალი კონსტიტუცია 1995 წელს იმელი შენობაში. ანუ ის კონსტიტუცია, რომელიც დაედო მაინც საფუძვლად ამ ჩვენს კონსტიტუციას, სწორედ აი ამ შენობაშია მიღებული, რაზეც ჩვენ დღეს ვლაპარაკობთ. გარდა ამისა, უკვე ამ შენობაში ახალი მთავრობა იწყებს საქმიანობას, საბჭოთა საქართველოს მთავრობა, სასახლესაც ესე ერქვა. საბჭოთა საქართველოს მთავრობის სასახლე, ეს უკვე მერამდენე. ანუ სამთავრობო დანიშნულების შენობა ეს ყოველთვის. ძალიან ადმინისტრაციული შენობა იყო, ძალიან დიდი მნიშვნელობის შენობა. თუმცა საბჭოთა მთავრობამ მაინც გადაწყვიტა, რომ აეშენებინა ახალი მთავრობის სახლი. და ესე მოიხედეს და ახალი მთავრობის სახლის ადგილად იქნა შერჩეული დღეს პარლამენტის შენობა, სადაც დგას ის ადგილი. უბრალოდ იმ ადგილას იდგა სამხედრო ტაძარი ალექსანდრე ნეველის სახელობის. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, ეს იყო ძალიან ფეშენებელური სამხედრო ტაძარი. კი ბატონო, რომლის გახსნა სხვათა შორის დაამთხვიეს ამ ტაძრის კურთხევა. რუსეთის მიერ კავკასიის დაპყრობის თარიღად მიჩნეულ დღეს დაამთხვიეს. ანუ ესეც ძალიან ისეთი ტაძარი იყო და რუსული კანონიკა იკვეთება. თავისთავად ცხადია, ნეველის სახელობის ტაძარი იყო და ამ ტაძრის დემონტაჟი დაიწყეს 1930 წელს. ისევა იმპერიული რეჟიმის მიერ აშენებული ტაძარი საბჭოთა რეჟიმმა ესე მოახდინა დემონტაჟი ამ შენობის და ზუსტად ამ შენობის ადგილას დაიწყო პირველი მთავრობის სახლის მშენებლობა.
აი აქ ხედავთ ჩვენ სურათზე როგორ ეს არის პირველი ნაწილი 1938 წელს იქნა აშენებული შენობის უკანა მხარე და შენობის წინა მხარე აი 65 წელს უკვე დასრულდა მთლიანად და მთავრობა უკვე გადავიდა ამ შენობაში, ისევე ამ შენობაში. და ახალგაზრდებს დაეთმო? კი, სანამ ახალგაზრდებს დაეთმობოდა. კი, ეს არის უკანა მხარე, მარცხენა მხარეს რაც ჩვენს და ეს არის წინა მხარე, რომელსაც აი სკულპტურული ნაძერწობები, ანუ რაც დგას ამ განზომილებაში, თოფურიძე მიქატაძის, ეს უკვე შემდეგ როგორც საბჭოთა სიმბოლიკა, შემდეგ იქნა აღებული. ეხლა ერთ-ერთი ისეთი შემთხვევა არის ამ სასახლესთან დაკავშირებული 1937 წელს 37 წლამდე უბრალოდ მანამდე ამ შენობაში საბჭოთა მთავრობამ საცხოვრებლად ამ სასახლეში გადმოიყვანა კეკე ჯუღაშვილი, სტალინის დედა. ამ ფეშენებლურ სასახლეში ეკატერინე ჯუღაშვილი გელაძე და ამ სასახლეში გიდმა გითხრა რომ კეკე გორიდან ჩამოვიდა თავისი ქათმებით ამ მეფისნაცვლის სასახლეში ქათმებით თავისი მთელი რიგი იმით სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა ამ სასახლეში ქათმებთან ერთად სადამდე ბაღი კი უწყობდა ხო 1937 წელს კეკე გარდაიცვალა მისი გასვენება ამ სასახლიდან არ მომხდარა ის გაასვენეს ოფიცერთა სახლიდან აი რუსთაველის თეატრის წინ თბილისის აკროპოლის რო ეძახით აი თავისი კარიატიდების გამო აი ამ შენობიდან მოხდა მისი გასვენება და როგორც ყველამ კარგად ვიცით ეკატერინე ჯუღაშვილი დაასვენეს თაწმინდის პანთეონში ილიას და ვაჟას ილიას არა აკაკის და ვაჟას შორის არის დასვენებული სხვათა შორის ვაჟებშაველა ახალი გადასვენებული იყო მაშინ 1935 წელს გადაასვენეს ვაჟებშაველა დიდუბის პანთეონიდან. აკაკი კიდე ორივე ერთი და იმავე წელს გარდაიცვალა თუ გახსოვთ 1915 წელს აკაკი პირდაპირ პანთეონში თაწმინდის პანთეონში დაასვენეს და ვაჟა არ ჩათვალეს მაინც შესაბამისად თაწმინდის პანთეონი ჯერ დიდუბეში იყო და 1935 წელს იქნა გადასვენებული. მოკლედ კეკეს შემდეგ იმავე წელს გადაწყვიტეს უკვე საბჭოთა მთავრობამ რომ დაეთმოთ ეს სასახლე პიონერებისთვის და ოქტომბრელებისთვის, ამიტომაც დღემდე მოყვება ამ სასახლის სახელი პიონერთა სასახლე. 1941 წელს მართლაც შეიქმნა ეს სასახლე თავისი უამრავი წრეებით და ანუ ფაქტობრივად ადმინისტრაციული ერთეული გადავიდა იქით და ეს შენობა დაუთმეს ახალგაზრდებს, პიონერებს და ოქტომბრელებს მაშინ. და 1959 წელს სასახლეს მიენიჭა ბორის ძნელაძის სახელი, კარგახანი მას ბორის ძნელაძის სახელი ერქვა. 1990 წელს ეწოდა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე და 2012 წელს უკვე მოვედით აი დღეს რა სახელიც ქვია, ეს არის ეროვნული სასახლე. და ნუ როგორც აღნიშნე, კარგახანი ერქვა გენილია, კი, და დღესაც პიონერთა სასახლის სახელით ვიცნობთ. ეხლა საინტერესო ფაქტები, არაერთი ფილმია გადაღებული ამ სასახლეში. კეთო და კოტე რაც პირველი გვახსენდება. პირველი რაც გვახსენდება, ეს არის კეთო და კოტე 1958 წელს იქნა გადაღებული და აი ამ სასახლეში არის მაკარის, აი ვაჭარ მაკარის სახლი, ეს არის სასახლე და აი განსაკუთრებით ბოლო სცენები, სადაც ჩანს სასახლე მთელი თავისი ბრწყინვალებით. და მოკლედ ის დარბაზები, რაც იმ ფილმში ჩანს, აი ეს ბრწყინვალე დარბაზები დღესაც შეგვიძლია ვნახოთ, აი თითქმის 1958 წელი. კი. ნუ ალბათ შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდებული სადღესასწაულო დარბაზი არის, ალბათ შეიძლება ითქვას, რაც გვაქვს აქამდე და მაინც ძალიან სასიამოვნოა ის, რომ აი კარგად არის რესტავრირებული. ძალიან სასიამოვნოა რა თქმა უნდა და ნეტა ყველაფერი ასე რასაკვირველია. პროფესიონალურად წაღვადგინოთ. კი, რა თქმა უნდა, როცა არსებობს ნება, ნამდვილად შეგვიძლია. არა, ნამდვილად შეგვიძლია და იმდენია სასწრაფო. არა, ძალიან რთული ვითარება გვაქვს ზოგადად ამ მიმართულებით, მაგრამ როდესაც არის რაღაცა კარგი, რა თქმა უნდა, ჩვენ პირიქით გვიხარია, როდესაც მე კიდევ ერთი ფილმი რაღაცა კარგი. კი. აი ხო გამოვტყები მიკარნახეს. კი, კიდევ ერთი ფილმი, კი, არაერთი ფილმია, მაგრამ ეს ცნობილი ფილმი მიმინოს ესეთი ძალიან საყვარელი სცენა. აი დასაწყისში სცენა. აქაც ჩანს ეს სასახლე
ბრწყინვალე და აი ზუსტად ეხა თქვენ რომ ეწვიოთ ამ სასახლეს ზუსტად აი სცენა დაგიდგება თვალწინ, იმიტომ რომ ეს სასახლე თან არის აი უძველესი მეფისნაცვლის დროინდელი ჭაღები, დარბაზები, როდის გახდა შესაძლებელი რომ აი ამ დიდებულ ბაღში ხო, როსაც უნიკალური მცენარეებია, უბრალო მოქალაქეებს შეძლებოდათ შეღწევა. აი როგორც კი დასრულდა ეს მეფისნაცვლის თანამდებობა და როგორც გაიხურა, მერე უფრო სახალხო ხდება. ხო. მერე დელნელა უფრო სახალხო ხდება და რაღაც კიბეებიც პოპულარული იყო, ბევრი იღებდა ფოტოს. და რასაკვირველი. აი შემდეგ უკვე გახდა ყოველთვის ხელმისაწვდომი და დღესაც ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ქალაქის ერთ რამეს ჩავეძები სამწუხაროდ მე ეს მომენტი გამოუტოვე რა, კარგად ვერ გამოვყევი სულ დასაწყისში. აი პირველადი სახიდან, სულ პირველადი სახიდან არანაირი ფრაგმენტი შენარჩუნებული აღარ არის. არა, რა თქმა უნდა. არ ფაქტორად მე დემონტაჟი და ხელახალი. რა თქმა უნდა, ჯერ იყო ფიცრული, მერე იყო ქვის ნაგებობა, ის 1818 წელს შეიცვალა რეზიდენციით. აი მაგ მომენტში იქიდან ქვის არა არის შემორჩენილი. აი სემიონოვის უკვე ვორონცოვის დროინდელი სასახლე გადააკეთა ოტო სიმონსონმა, ანუ პრაქტიკულად იერი შეუცვალა კლასიციზმი და რენესანსამდე ასეთი სახის სასახლე დაგვრჩა. მე კიდევ ერთი რაღაც მინდა გკითხოთ. ის შენ შენობების სადმე განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩევს ყველა მისის თან სხვათა შორის. აქვე უნდა ვთქვა ეთერამდე რაც ვთქვით მე ეს ჩვენს აღმოჩენა იყო აი პატარა დეტალებს რომ ხოლმე მნიშვნელობა აქვს რომ ელაზას ვკითხე ეთერში შესვლამდე რომ აი მაგალითად ზამთარში რამდენად აქტიურია ესევ შენი ტურები მეთქე მეთქე რომ პირიქითო ზამთარში პროექტები და ხო ცოტა გიკვირს ადამიანს ხა სეირნობის ზამთარში რატო უნდა იყოს პირიქით უფრო უკეთესი და აღმოჩნდა რომ ფოთოლ გაცვენილი ხეები უფრო მეც საშუალებას იძლევა რომ შენობების სრულად ვნახოთ. ამაზე გიფიქრია? ალბათ არ გიფიქრია. მე არ გიფიქრია და მივხვდი რამხელა როგორ უნდა გიყვარდეს შენობები რომ აი ამას აქცევდა ყურადღებას რომ ფოთოლცვენას ელოდებოდი რომ შენობა ბოლომდე დაინახო. ეხლა რატო დავიწყე ამას საუბარი? ეს შენობა სასახლეები ასე თუ ისე ჩვენ რეგიონებში გვაქვს. ის რომ ეს მოკრძალებული, მაგრამ ერთმანეთს რაღაცით გავს ეს შენობა ევროპული ტიპის სასახლეებია, აღმოსავლური ელემენტებით. აი ხო ეს რომ მეთქვა ზუსტად ევროპული იყო თითქოს ჩვენი არქიტექტურული არჩევანი გარკვეულწილად, მაგრამ ეს აღმოსავლური ნებისმიერ მაგალითად იგივე ორბელიანის სასახლე, სადაც ახლა პრეზიდენტის რეზიდენცია, ეს ცნობილი სასახლეა. ორბელიანის სასახლესაც აქვს ერთი აღმოსავლური ოთახი. იგივე აი დავით სარაჯიშვილის სახლი ხო გვიყვარს ახლა ეს სახლი. აბსოლუტურად განსხვავებული ტიპის სახლია, ევროპული ტიპის, სკანდინავიური მოდერნი არქიტექტურის სტილი, მაგრამ შიგნით ერთი ოთახი არის აღმოსავლური, თავისი მუთაქებით და ხალიჩებით. ანუ ქართველებს უყვართ კომფორტი, ევროპა აზიური კომფორტი თუ ესე